სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. ქრისტე აღსდგა. ქრისტე აღსდგა. ქრისტე აღსდგა. გილოცავთ ცეცხლის გარდამოსვლას და გისურვებთ, რომ ჩვენს გულებშიც ანთებული იყოს ღვთისადმი და ადამიანებისადმი სიყვარულის ცეცხლი. ეს არის ყველაზე მთავარი და ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ღმერთმა კიდევ ერთხელ მოგვიყვანა აღდგომის წმინვალი დღესასწაულამდე და თუმცა ეს აღდგომა ყოველწლიურად მოდის და შემდეგ გავაცილებთ აღდგომის დღეებს და შემდეგ მეორე წელს დაველოდებით და კიდევ მოდის. მაგრამ თითოეულ ადამიანს ელოდება მკვდრეთით აღდგომა. მოციქული პავლე წერს კორინთელებს თავის სულიერ შვილებს, რომ ესე იგი თუ ქრისტე არ აღდგარაო, მაშინო ფუჭიაო ჩვენი ქადაგებაცო და ფუჭია თქვენი რწმენაც. თუ მორწმუნე ადამიანსო არ ჯერაო, რომ მარადიული ცხოვრება არსებობს და ესე იგი ქრისტესთან ერთად ისიც უნდა აღდგეს და მარადიული სიხარული ქონდეს, ისო ესეთი მორწმუნეო ყველა ადამიანზე უფრო საწყალია. რატოა ყველა ადამიანზე საწყალი? რა შინაარსიდებს ამაში, რომ ურწმუნო ადამიანი კი მაინც ამ ქვეყანაზე მაინც არ იკლებს არაფერს. და ურწმუნოს, რომელსაც არ ჯერა, რომ იქით რამე არსებობს. აქ მაინც ეცდება, რომ რაც არსებობს და რასაც ხედავს, ის მაინც მოირგოს, ესე იგი, რამდენადაც შეძლებს თავისთავად ცხადს. მაგრამ მორწმუნე ადამიანი, რომელიც აქაც იკლებს იმის გამო და არც იქაური არ ჯერა, განა იმაზე უფრო ცოდო არ არის. მაგრამ მორწმუნე ადამიანი, რომელსაც თავშეკავება აქვს იმ მარადიულის გამო და აქ იკლებს რაღაცას, ეს მართლაც ბედნიერი და ეს არის მორწმუნე ადამიანი. რომ კი არ ცდილობს, რომ ამ წუთის სოფელში მიიღოს ყველაფერი, არამედ ამ წუთის სოფელში მიიღოს მხოლოდ აუცილებელი და საჭირო. და ყველაფერი, რაც მარადიულ სიხარულს დააკარგვინებს, მოიკლოს. და მორწმუნე ადამიანი ბედნიერებას პოულობს უფალთან სწორ ურთიერთობაში. ქრისტიანი ხო ქრისტეს მსგავსებას ნიშნავს, ქრისტეს მიმდევარს ნიშნავს. და ჩვენ თუ ესე იგი გვაქვს წესი, ქრისტიანული ცხოვრების წესი, ეს არის სწორედ მორწმუნის ცხოვრების წესი. ანუ ემსგავსებოდეს ქრისტეს. მის თვისებებს აღორძინებდეს საკუთარ თავში. და ეს უნდა ხდებოდეს არა ყოველ აღდგომას, არამედ ეს უნდა ხდებოდეს ყოველდღიურად. ეს არის ქრისტიანის ცხოვრების წესი. არ არის ქრისტიანის ცხოვრების წესი მხოლოდ აღდგომიდან აღდგომამდე დაუშვათ მარტო აღდგომას მივიდეს ტაძარში და იქიდან იქამდე არაფერი არ აკეთოს. ქრისტიანის ცხოვრების წესი არის მარადიულად ქრისტესთან ყოფნის სურვილი. მარადიული ყოველდღე რომ გაიღვიძებ მთელი დღის განმავლობაში, რომ იძინებ დაუშვათ, რომ ურთიერთობ ადამიანებთან, აი ჩვენ ხო ამბობთ ხოლმე ქრისტე არის ჩვენ შორის. და მართლაც ადამიანებს შორის ქრისტე უნდა იყოს, ქრისტეს მცნებები უნდა იყოს ამოსავალი ჩვენი ქმედებისა, ჩვენი სიტყვისა, ჩვენი ფიქრებისა და სადაც ჩვენ გვეშლება და გადავდივართ ღვთისმცნებას და არ არის ადამიანებთან თუ ღმერთთან ურთიერთობაში ამოსავალი წერტილი ქრისტეს მცნებები, ესე იგი იქ სადღაც ცოდვაა ჩადენილი. ეს ცოდვა შეიძლება წამიერად კი არის სასიამოვნო, მაგრამ საბოლოო ჯამში ტკივილის და სიმძიმის მეტი არაფერი არ მოაქვს. თუნდაც ამ წუთის სოფელში. თუნდაც ადამიანს არ ჯეროდეს მარადიული, ამ წუთის სოფელშივე ცოდვა ტკივილს მოიტანს, ის სიხარულს არ მოიტანს. იმიტომ რომ ეს წუთის სოფელი ვინც შექმნა, მის მიერ ჩადებული წესები მოქმედებს აქ.
და ჩვენ რომს მოვინდომოთ უკეთესსაც ვერ შევქმნით და ვერც ვერაფერს ვერ შევცვლით. ამიტომ და რადგან ესე იგი ვერც შევცვლით და არც არის ამის საჭიროება, რომს გითხრა, რომ ადექიდა შენ შეცვალე ამ წუთი სოფლის წესი. იფიქრებდა იმაზე უკეთეს გამოიყვან ღმერთმა, რომ მოიფიქრა, ვერ გამოიყვან. ამიტომაც თუ ადამიანი დაემორჩილება ღვთისნებას, ღვთისმცნებას დაემორჩილება და ასე იცხოვრებს, მას ნელ-ნელა ექნება ქრისტიანული ცხოვრების წესი და ის თავისი ცხოვრების წესით იქადაგებს უკვე ქრისტიანობას და მას თავის გულში ექნება ურთიერთობა უფალთან და ეს ურთიერთობა იქნება ბედნიერების წყარო მისთვის. არ იქნება ბედნიერების წყარო ის, რაც ჩვენს გარეთ არის, არამედ ბედნიერების წყარო შიგნით ექნება გულში და უფალი თავად გვეუბნება ამას, რომ სასუფეველი შორის თქვენსა არსო, თქვენშიაო სასუფეველი. სადღაც კი არ არის სასუფეველი. ადამიანის გულში უნდა იყოს ღვთის განსასვენებელი. და იმისათვის, რომ ადამიანის გულში იყოს ღვთის განსასვენებელი, ადამიანმა იქიდან ეშმაკი უნდა გააძევოს, თუმცა ამას თავისთავად ცხადია ვერ შეძლებს. ამას ღვთის მადლი ჭირდება. და იმისათვის, რომ ადამიანმა მადლი ღვთისა მოიპოვოს, უნდა ღვთისმცნებისამებრ იცხოვროს. და უშეცდომოდ ჩვენ არც ერთი არ ვართ თავისთავად ცხადია და რადგან შეცდომები გვაქვს, რადგან ცოდვა გვაქვს, უნდა ვაღიაროთ, რომ ესე იგი ჩვენ სადღაც შევცოდეთ. აქ კატასტროფა კი არ არის, რაღაცა უჩვეულო კი არ ხდება ჩვენს თავს თუ შევცოდეთ. ზოგჯერ ჩვენ გვიჭირს აღიარება იმისა, რომ შევხშურდა, რომ დაგვენანა, რომ გვეწყინა სხვისი სიხარული, რომ ესე იგი სადღაც შეგვეძლო, რომ დაგვეთმო და ხვდებოდით კიდეც, რომ უნდა დაგვეთმო, მაგრამ არ დაუთმეთ ჩვენი აპარტამენტისთვის, ჩვენი ეგოიზმის თუ სხვა უნებების გამო. რომ დავუშვათ, ესე იგი რაღაცა პირის გემოს გამოვეკიდეთ სადღაც და 1000 ამდაგვარი, ესე იგი ჩვენ სხვადასხვა გვარი ვანკიერებები და უნებები გვაქვს და თუ ადამიანი ამის დამალვას ეცდება, აი მე არა ვარ ესეთი, მე არ შემშურდა, მე არა ვარ ამპარტავანი, ეგოისტი არა ვარ, მაშინ რა გამოვა? კაცმაო ჭირი მალაო და ჭირმა თავი არ დამალავ. არ დამალავს, იმიტომ რომ ჩვენ კი ვამბობთ, რომ არა ვართ ესეთი, მაგრამ ის ჩვენში არსებული ვნებები რამდენიც არ უნდა მალო, გარედანაც ჩანს და ღვთის წინაშე კი მით უფრო რა დაიმალოთ. და გამოვდივართ ჩვენ სირაქლემას პოზიციაში, რომ აი ჩვენ გონია, რომ ყველაფერი კარგად არის, თავი ჩავყავით და ვითომ ცაკ არაფერი. სინამდვილეში ჩვენი სული შეიძლება ძიმე მდგომარეობაში იყოს. ახლა შეიძლება კაცმა რო თქვას აღდგომას იქნება არც უხდებოდეს ამგვარი საუბარი, მაგრამ თუ ჩვენი სულია სატირალი, რა ვქნათ, ქუდები ვისროლოთ ცაში? კი, ქრისტემ მოგცა ამისი მიზეზი, რომ მართლაც ესეთი სიხარული გქონდეს. მაგრამ ჩვენ რო ქრისტესთან ერთად ესეთი სიხარული გქონდეს, სულ ცოტა ჩვენ ცოდებს მაინც უნდა ვაცნობიერებდეთ და ვნანობდით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ არ ვამბობთ და არც უფალი არ ამბობს, რომ ჩვენ უცოდველები უნდა ვიყოთ. მაგრამ ჩვენ ვართ ცოდვილები და უნდა ვაღიაროთ, დავაშავეთ უფალი, შევცოდეთ. და დააშავა ადამიანმა წლიდან წლამდე კი არის. დღიდან დღემდე დააშავა. ყოველ საათში შეიძლება რაღაცა დააშავა. ამიტომ აი არ უნდა ვიყოთ ჩვენ აი მოუწესრიგებელი და უპასუხისმგებლო ქრისტიანები. ისედაც ახლა რო შევხედავთ, ეს ორი სიტყვა ერთმანეთს არ უხდება. უპასუხისმგებლო ქრისტიანი რას ნიშნავს? მოუწესრიგებელი ქრისტიანი რას ნიშნავს? ქრისტიანი ის არის, ვინც მოწესრიგებული და პასუხისმგებლობით არის ახსავს. პასუხისმგებლობა იმაშიც უნდა ვლინდებოდეს, რომ ჩვენ ღვთის წინაშე ვცოდავთ. აი მაგალითად იობის შემთხვევას გაგახსენებთ, რომ მისი შვილები რო იკრიბებოდნენ, 10 შვილი ყავდა, იცით თქვენ,
და ცდილობდნენ რა თქმა უნდა ისინიც რომ წმინდა ეცხოვრათ, მაგრამ იობი მიდიოდა და მსხვერპლს წირავდა ღმერთს და სთხოვდა რომ უფალო იქნებაო სადღაც ფიქრებში შექცოდესო და აპატია. ესმით აი როგორ წმინდა ცდილობდა რომ ეცხოვა. და ესეთი უნდა იყოს ადამიანის ცხოვრება. ის კი არა რომ ჩვენ არაფერი დაგვიშალოთ. არამედ ფიქრშიც კი რო აშავებს ადამიანი, ესეც უნდა აწუხებდეს. ეხლა მე დიდხუთ შაბათს ვამბობდი რომ აღდგომას რომ ხალხი მომეთქი, კარგად უნდა დავაკვირდე რომ იქნება ზოგი შემდეგ წლამდე შეიძლება ვეღარც ნახო მეთქი. მაგრამ იმის იმედად რომ კიდევ ნახავ, მე მგონი არის ამ დაკვირვების წარმოება. აი ეკლესია არის შედარებული გემს არის შედარებული ეკლესია. ეს გემი მეორე ნაპირზე აუცილებლად მიო. სამშვიდობოზე აუცილებლად გავა, ეს უფლისგან არის ნათქვამი. და აი არ ერთი იოტა და ერთი ასო არ შეიცვლება, ერთი წერტილი წმინდა წერილში დაწერილი რომ არ აღსრულდეს. ეს გემი ეკლესია სამშვიდობოზე აუცილებლად მივა. თავარი რა არის? ჩვენ თუ დავრჩებით აი ამ გემზე. და აი ეს დიდი მარხვა და მით უფრო აღდგომის დღეები გავს ხოლმე, აი ასეთ შედარება მომდის ხოლმე თავში, რომ აი უამრავი ხალხი ხო მოდის. და მე ბევრი აღარ რჩება. ვიღაცა რჩება. აი ჭიქაში რომ ფქვილს ჩაყრი და უკან რომ გადმოყრი და კიდეებზე რომ რჩება ფქვილი. აი ესე მაინც რჩება. მაგრამ ნახეთ ვინ რჩება? ვისაც შუაში ყოფნა უნდა და ზემოთ ყოფნა უნდა, ის კი არ რჩება. ვინც თავდაბალია და კუთხეშიც კარგად გრძნობს თავს და არ ფიქრობს რომ მე რაღაცას წარმოვარ. ძირითადად ისეთები რჩებიან, ვინც საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენისა არ არის. იმიტომ რომ ესეც უფლის სიტყვებია. აპარტამენტთა შემოსრავს ღმერთი, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლია. თუ ადამიანს აქვს სიმდაბლე, აქვს მორჩილება ღვთისმცნებებისადმი. და ამ ღვთისმცნებებისადმი მორჩილებაში ვლინდება ღვთის სიყვარული. თავად ამბობს უფალი, რომ ვისაც მე უყვარვარ, ჩემი მცნებები დაიმარხოს. მცნებების სად ვნახოთ ახლა ადამიანი იკითხოს. თვითონ ჩვენთაგანს გვაქვს სახში ახალი აღთქმის წიგნი. ძირითადად ასეა ხოლმე ეს გამოცემები, ახალი აღთქმა და ფსალმუნები. არ მეგულება მე ოჯახი, რომ რომელიმე ესეთი წიგნი არ იყოს. ეს არის წიგნი, რომელიც ჩვენ უნდა გადავშალოთ და რომელშიც ჩვენ აუცილებლად მაცხვანებელ სიტყვებს ვიპოვით. აი ეს არის და ამ სიტყვებს უნდა მივყვეთ. შეგვეწიოს დღევანდელი დღის მადლიდან. ღმერთმა მოგვანიჭოს ჩვენ ძალა, რომ ღვთისადმი მორჩილებით და ღვთისადმი სიყვარულით და ერთმანეთისადმი სიყვარულით გაგვეგრძელებინოს ცხოვრება. წავიქცევით, უნდა შევინანოთ, უნდა წამოვდგეთ. კიდე წავიქცევით, მაგრამ კიდე უნდა წამოვდგეთ. რომ კიდევ წამოვდგებით, კიდე წავიქცევით და ყოველთვის იქნება საშიშროება დაცემისა, მაგრამ ჩვენი მხრიდან ყოველთვის უნდა იყოს ცდილობა წამოდგომისა. როდემდე რომ კითხეს ერთ წმინდა მამას, მან უპასუხა, ვიდრე ან მართავს და ან ცოდილს არ გაგიხმობენ ამ წუთის სოფლიდან. აი ბოლო ამას უთქვამთ. და უფალი ამბობს, ვინც ბოლომდე დაითმეს, ის ცხონდება. ვიღაცამ 50 წელი იცხოვრა ეკლესიურად და მერე ბოლო 10 წელი საერთოდ არ გაახსენდა, ესეთი კი არა. არამედ შეიძლება მთელი 60 წელი ვიღაცამ იცხოვრა უღირსად, მაგრამ ბოლო ერთი თვე იცხოვრა ღვთისმიერად. ესმით, ანუ თავი ის არის ბოლოს სული რა მდგომარეობაში. მაგრამ ვინ იცის ბოლო რომელია? ვინ იცის ბოლო რომელია? იქნება ვიღაცისთვის დაუშვათ აი სარსან აღდგომას უცხო საუბრობდით ესე. ვიღაცა ამ აღდგომას ვეღარ დაესწრო ესე ფიზიკურად. ვინ იცის ჩვენგანაც მერთმა ყველანი დიდხანს გაცოცხლოთ, მაგრამ ვინ იცის რომელიღაცა ჩვენთაგანი შემდეგ აღდგომას ვეღარ ესწრება, ესე ხორციელად თორე ადამიანის სული მარად ცოცხალი. ამიტომ აი წმინდა მამები ამბობენ, ყველა დღე ისე უნდა გაატარო, როგორც ბოლო დღეს გაატარებდი. აი ესეთი სიწმინდით.
ყველა აღსარება ისე უნდა თქვა, თითქოს ბოლოჯერ ამბობ. ყველა ზიარება ისე უნდა თქვა, როგორც ბოლოჯერ ეზიარები. გაგახსენებთ, დავით გარეჯის მონასტერში 6000 ბერი აღდგომა ღამეს, რომ მოწამეობრივად აღესრულა. როგორი წირვა ექნებოდათ და როგორი ზიარება ექნებოდათ, რომ იცოდნენ, რომ ბოლოჯერ ხდება. მათ იცოდნენ, დააცადეს, რომ ზიარებულიყვნენ და იცოდნენ, რომ მერე ქრისტესთვის მოწამეობრივად უნდა აღსრულებულიყვნენ. აი როგორი გულმხურვალე იქნება, ეს ხო არ იქნებოდა სხვა რიგითი წირვასავით და არ უნდა იყოს არც ერთი წირვა რიგითი წირვასავით, არც ერთი დღე, არც ერთი აღსარება. აი ეს არის სწორი ქრისტიანული მიდგომა. მერთმა ძალა მოგცეს, რომ შვიდობით ჩავატაროთ ეს მსახურება. ხვალინდელ დღეს რაც შეეხება ჩვენ ტრადიციულად ამ ბოლო წლებში ბავშვებთან ერთად განსაკუთრებით ვაწყობდით ხოლმე ჭონას სადღესასწაულო მსვლელობას. აი როგორც ალილოს მსვლელობა არის, ქრისტეშობის მახარებლობა. ესეც ჟრიამოს უკავშირდება, სიხარულს, სიმღერას უკავშირდება. მაგრამ ამ წელს ჩვენ ვფიქრობთ, რომ თავი შევიკავოთ პატრიარქის გარდაცვალებიდან გამომდინარე, რომ ჩვენი მხრიდან აი ამ მოვლენას მივაგოთ პატივი, ესე იგი და მით უფრო რომ 40 არ გასულა ჯერ და ეს არის ეპოქალური მოვლენა საერთოდ. ეს არ არის უბრალოდ ადამიანის გარდაცვალება. ეს არის ერთი დიდი ეპოქის დასასრული. ჩვენ ამას უბრალოდ ჯერ ვერ ვაცნობიერებთ, მაგრამ გავა დრო და ჩვენ ამას ნელა კიდევ უფრო მეტად სიღრმისეულად მივხვდებით. ამიტომ ჩვენი მხრიდან სხვათა შორის ჩვენთან აქ ცეკვის და სიმღერის წრეები რო ქონდა, ისიც შევაჩერეთ 40-მდე. შევაჩერეთ, რომ რაღაც ახლა გალობის წრე არ გაგვიჩერებია, ახლა ის გალობაა და სულ სხვა რაღაცაა ცეკვის და სიმღერის, რომ ამ ხრივაც ჩვენ რაღაცა პატივი მიგვეგო. მაგრამ ესე ძალიან მნიშვნელოვანია. ჯობია ეს ისწავლოს ბავშვმა, ცეკვას იოლად ისწავლის, სიმღერასაც, მაგრამ აი ეს რომ ადამიანს პატივი მიაგოს, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის სასწავლებლად. ღმერთი შეგეწიოს, აბა.